ის მოპოვება და პიროვნული განვითარება, სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევა, ურთიერთობის გაუმჯობესება და შინაგანი ძალის აღმოჩენა. რადიო იმედის ეთერშია ანზორ უდიშარიას ეზოთერული პოდკასტი შინაგანი ხმა. მოგესალმებით. დღეს განსაკუთრებული მისტიური დღე გვაქვს. სარკისებრი თარიღი, რომელიც ძალიან ძლიერად მოქმედებს ჩვენს ენერგიაზე, მომავალზე და ჩვენ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად, როგორ უნდა შევხვდეთ დღევანდელ დღეს და რაც მთავარია, როგორ უნდა გავიუმჯობესოთ კეთილდღეობა. გუშინ დამთავრდა გრანდიოზული პროექტი ცეკვავენ ვარსკვლავები და უნდა მიულოცო მონაწილეებს, უბრალოდ გამარჯვებულებს რატის და ნანუკას და მათ უნდა უსურვოთ წარმატება აი ამ განსაკუთრებულ დღეს. ყველაფერი რაც კარგად მთავრდება, კარგია. ამიტომ რატი და ნანუკა გილოცავთ გამარჯვებას ცეკვავენ ვარსკვლავებში. ახლა გადავიდეთ სარკისებრ თარიღს. ზოგადად რას ნიშნავს? რიცხვები, რომელიც მეორდება 25, 02 და შესაბამისად წელიწადში ეს ციფრები გვაქვს ჩვენ ხო თებერვალი 2025 წელი, ანუ ციფრები, რომელიც ერთმანეთს იმეორებენ, ეს არის სარკისებრი მაჩვენებლის თარიღი, რომელიც გვაძლევს საშუალებას და ინტენსიურ ენერგიას კონკრეტულ მიმართულებაში. რო შევკრიბოთ დღევანდელი დღის მაჩვენებლები, გამოვა 9. წლის მთავარი რიცხვიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის 9-იანი. ეს ყველაფერი საუბრობს იმაზე, რომ დღევანდელ დღეს გაკეთებული მოქმედებები მოქმედებს 1 წლის მანძილზე. ესეთი ერთგვარი ბედობა გვაქვს და შეიძლება ამ დღეს მოვიზიდოთ როგორც უბედურება, ასევე მოვიზიდოთ წარმატება და კეთილდღეობა. თქვენ გაგიმართლათ, ვინც დღეს გვისმენთ და ჩვენ გვერდით ხართ, იმიტომ რომ ყურადღებას მიმართავთ ბედნიერებისკენ. პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის სიახლის შემოტანა ჩვენს ცხოვრებაში. ნებისმიერი მიმართულებით. იქნება ეს სამოსი, ამბები, ახალი პროექტები, საწყისები. რა თქმა უნდა, დღეს არ ღირს, რომ კონკრეტული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ და წამოვიწყოთ ეს თემა, თუმცა დაგეგმვა და ამ შემთხვევაში ამ ყველაფრის მიმართ აზროვნება, ფიქრი, ოცნება, სურვილის ჩამოწერა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ოჯახს, სახლს, სივრცეს, სადაც ვართ და აი ამ დროს ძალიან კარგია თუ თქვენი სუფრა, თქვენი ასე ვთქვათ, ადგილი დღეს საღამოს იქნება მაქსიმალურად ასე ვთქვათ, სავსე, შევსებული, თუნდაც მთლიანი პური, მთლიანი ამ შემთხვევაში ვაზა, რომელზეც იქნება განთავსებული სხვადასხვა ტკბილეული და ასე შემდეგ. სისავსის ენერგია უნდა შემოვიტანოთ. დღეს აკრძალულია და არ არის კარგი, რომ მაგალითად ჩვენს მაგიდაზე, სადაც მივირთმევთ, იდოს ნახევარი პური, ან დარჩეს დღის განმავლობაში ნამცეცები, ან ამ შემთხვევაში იყოს რამე ისეთი, რაც არის ნაკლული. ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ეს სიმდიდრის, კეთილდღეობის, სისავსის ენერგია შემოვიტანოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს მაგიდასთან არ უნდა ვჭამოთ, უბრალოდ ეს ნამცეცები, ეს ნახევარი ენერგიები არ უნდა დავტოვოთ, სწრაფად უნდა შემთხვევაში მოვასუფთავოთ. მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, ფინანსური კეთილდღეობასთან ასოცირებული დღე და ამ დროს ძალიან კარგია თუ თქვენ საფულეში ფულს ამოიღებთ, თავიდან ჩააწყობთ, გადაითვლით, ან თუ რამე სახლში გაქვთ ძვირფასეულობა, იქნება ეს თუნდაც ბეჭედი, თუნდაც რამე თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი შეგიძლიათ გაასუფთავოთ, გაწმინდოთ, მოაწესრიგოთ, გადაითვალოთ, თუ რამე დანაზოგი გაქვთ ასევე, ან ანგარიშებზე არსებული დღეს ხა ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, სადაც ანგარიშებზე ვინახავთ ხოლმე ძირითადად თანხას, შეგიძლიათ მას შეხმატოთ რაღაც, გამოიტანოთ ანგარიშთან თანხა და ისევ ჩარიცხოთ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იმოქმედებს იმ მიმართულებით, რომ თქვენ მომავალში ფინანსურ კეთილდღეობას დაიბედებთ. ძალიან კარგი არის ეს დღე პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ასევე იმისთვის, რომ გარკვეული ურთიერთობები, რომელიც ტოქსიკური, არასაჭიროა, გძაბავს, ნერვებს გვიშლის, საბოლოოდ მოვიშოროთ, დავამთავროთ და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში აღარ
უნდა იყოს. ეს განცხადება კარგია, ასევე შეგიძლიათ ტექსტი მესიჯად გაუგზავნოთ, აი სწორედ აი ამ ინფორმაციული განაცხადით, რაც შინაგანში გაქვთ და ბოლომდე წერტილის დასმით მოუყვეთ, რას ფიქრობთ და რატომ არ გინდათ მასთან ურთიერთობა. მოიფხანეთ გული. შესაბამისად, თუ გინდათ ახალი ურთიერთობის შემოტანა, თუ ვინმე მოგწონთ, ან გინდათ მასთან საომავლო კავშირები, შეგიძლიათ დღეს ინიციატივა გამოიჩინოთ, მიწეროთ, გარკვეული სითბო ყურადღება გამოხატოთ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ თქვენი მომავალი ურთიერთობა იმ კონკრეტულთან უფრო მაღალ შესაძლებელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ასევე არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელ ადამიანებთან პრობლემების და ნეგატიური ენერგიების გაშვება, დღეს ეს ყველაფერი ჩახუტებით გამოიხატება, პატიებით ერთმანეთის მიმართ, გაშვებით წარსულში ცუდის, ხოლო შეგიძლიათ ერთმანეთი დალოცოთ და უსურვოთ საომავლოდ რა პერსპექტივა და რისი სურვილი გაქვთ თქვენ. მეუღლეს აუცილებლად უნდა მისცეთ სიმბოლური საჩუქარი, ან სიტყვებით უნდა უსურვოთ ის, რაც გინდათ რომ თქვენს ურთიერთობაში იყოს. არიან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც უნდა ფინანსური კეთილდღეობა, ან ახალი სამსახურის დაწყება, ან გაუმჯობესება თავისი ჯანმრთელობის კეთილდღეობის და ასე შემდეგ. მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეუძლია რომ თხოვოს ამ მსგავსი დალოცვა და ამ დალოცვის მიღების დროს მეტი ალბათობა არის იმისა, რომ ეს გააქტიურდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს ასევე იმ მიმართულებას, რომ სიკეთის კეთებას განსაკუთრებული როლი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველ გაცემულ, გაკეთებულ მიმართულებას, აი ამ სიკეთის მიმართულებით, რასაც გულისხმობთ, 1-1000 შეიძლება დაგიბრუნდეთ მომავალში. კი ამბობენ, რომ სიკეთეს რო აკეთებ, არ უნდა უყურო რა სარგებელს ნახულობ, მაგრამ ეს ის დღეა, როცა სიკეთე შეიძლება ცოტა გათვლითაც გავაკეთოთ, ამიტომაც ეცადეთ, რომ თქვენ სირგვლივ ადამიანები აუცილებლად გაახაროთ და მისცეთ ის სიკეთე, ის კეთილდღეობა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ რომ გასცეთ. ეს ყველაფერი მარტივად შეიძლება მხარდაჭერაში გამოიხატოს, მაქსიმუმ იმაში, რაც თქვენ გულში, გონებაში და სულში არის ესე თქვა წარმოქმნილი. კონფლიქტები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში თანაცხოვრება გვინდა, იმიტომ რომ ამ დღეს მცირედ პატარა კონფლიქტს და უთანხმოებას შეიძლება მომავალში განსაკუთრებული უთანხმოება მოყვეს. კარგი დღე არ არის დღეს განსაკუთრებული და დიდი შენაძენებისთვის, მაგრამ კარგი დღე არის იმისთვის, რომ სიმბოლურად ჩვენ შევიძინოთ მაგალითად დამახასიათებელი საჩუქრები. თუ გვინდა ახალი სახლი, შეგვიძლია გასაღების საკიდი ვიყიდოთ ახალი ბინის ესე ვთქვათ გასაღებისთვის, ან ავტომობილის შეძენა თუ გსურს, შეგვიძლია მასში დასაკიდებელი სუნამო ვიყიდოთ, ხო? შეიძლება ნებისმიერი სიმბოლური პატარა იმპულსი მივცეთ ჩვენ ახალ წამოწყებას. თუ ახალი სახლი გვინდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია გარკვეული სიმბოლური დატვირთვა მივცეთ და ვიყიდოთ მაგალითად ახალი სახლისთვის ნებისმიერი ჭურჭელი. ხო? შეიძლება ეს ითქვას ასევე პარტნიორულ ურთიერთობაზე. მე ადრე ბევრი წლის წინ ვთქვი, რომ კარგი არის მამაკაცის ჩუსტები, ვისაც არ ყავს პარტნიორი, ქალბატონებს გულისხმობ და ასევე ხა ქალბატ მამაკაცები ქალის ჩუსტებს ვერ იყიდიან, მაგრამ შეუძლიათ რამე დამახასიათებელი, თუნდაც პარფიუმი შეიძინონ, ან რამე ისეთი სიმბოლური ხასიათის, რაც ასოცირდება თქვენს მომავალ პარტნიორს მოუმზადეთ რამე საჩუქარი, რაც თქვენ სახლში მისთვის შეინახება. კი ბატონო, ეს მიმართულებები ჩვენ უკვე ავწერეთ, ასევე არ დაგვავიწყდეს ის რომ წლის მანძილზე ეს ბედობის დღესასწაული ერთადერთია, მეტი მსგავსი სარკისებრი თარიღი წლის განმავლობაში არ გვაქვს, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი დღე მაქსიმალურად აქტიურად და სასარგებლოდ ჩვენთვის. თავარი მიმართულება, რასაც მე თვითონ ვაკეთებ და თქვენს გირჩევთ, ეს არის სახლის კარები, ზღურბლი, შემოსასვლელი სივრცის მოწესრიგება, რომ ახალ ენერგიას გავუხსნათ გზა და მივიღოთ. ეს რიტუალი ტარდება შემდეგნაირად. ვიღებთ ნებისმიერ ესე ვთქვათ ნაჭერს, ან შეიძლება ეს იყოს სპეციალური მიჩნეული, ესე ვთქვათ საწმენდი საშუალება, თქვენი ზღურბლის, კარების, შემოსასვლელი ადგილის და აუცილებლად უნდა გასუფთავდეს შემოსასვლელი კარი
ყველანაირი ჭუჭყისგან, ნეგატიური ენერგიებისგან, ძალიან კარგი იქნება თუ აი ამ წყალს დაემატება ნაკურთხი წყალი, ან დაემატება სხვადასხვა მცენარეები, რომელიც გაწმენდას უზრუნველყოფენ, ეს არის მაგალითად აბზინდა, კრაზანა, შეიძლება ეს იყოს ჭინჭარი, ასევე დაფნის, ასე ვთქვათ, ნაყენი, ძალიან კარგად ასუთავებს ენერგეტიკას და ნეგატიურ ენერგიას, დღეს შეგიძლიათ სახლს აკმიოთ საკმაველი ან სხვადასხვა ნივთიერებები, რომელიც სურნელოვან კეთილსურნელებას დააყენებს უბრალოდ თქვენს სივრცეში და ძალიან მნიშვნელოვანი არის შემდეგ. ეს არის თქვენი გარდერობი, ანუ ის ნივთები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და შემდეგი წლის მანძილზე გარკვეული ემოციური კავშირი გვაქვს. კარგი იქნება თუ თქვენი გარდერობიდან მოაშორებთ ყველა იმ ნივთს, რომელთანაც ცუდი ასოციაცია, ცუდი მეხსიერება გაქვთ, აი მაგალითად გეცვათ ისეთ ადგილას, სადაც აღარ გინდათ რომ წახვიდეთ, ან გაჩვდათ ისეთმა ადამიანმა, რომელიც ნეგატიური ინფორმაციას ატარებს თქვენთვის, თუ მათი გადაგდება გენანებად, შეგიძლიათ დაასაწყობოთ ყუთში და შეინახოთ სადმე შორს თქვენი სივრცისგან, მაგრამ უკეთესი იქნება მისი მოშორება, ან გაჩუქება, ან ასე შემდეგ. ეცადეთ, რომ დღეს თქვენთვის პერსონალურად შეიძინოთ თუნდაც ნებისმიერი სამოსი და აი ეს სამოსი დამუხტოთ იმ კეთილდღეობის ენერგიით, რომელიც გინდათ. კარგია დღეს საფული შეძენათ, ამიტომაც შეგიძლიათ ესეთი სიმბოლო შემოიტანოთ. მე გისურვებ წარმატებას 25 რიცხვში, ჩვენ რადიო იმედი გისურვებთ კეთილდღეობას, ბედნიერებას და წარმატებას, ჩვენ თავს ვუსურვებთ დიდ რეიტინგს და თქვენს სიყვარულს შეუწყვეტელს და უსასრულოს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და თქვენ სიყვარულში დარწმუნებული ვარ. მადლობა.